საღამო მშვიდობისა! მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, ჯეოსტარი 2011 ეთერშია! დღეს მეოთხე ტურია, მაგრამ თბილისელების გასაგონად ვამბობ. რა წესია? რატომ ასეთი პასიურობა? წინა ტურში 3 აუტსაიდერი ყავდა. 3-ვე თბილისიდან. დათო ლონდარიძე 30-08. ანდრია 30-11. 30-10 წავიდა სახში. მარიამ პავლიაშვილი, არა, არ წავიდა, აქ არის, მოგესალმები მარიამ. დანარჩენ ჯეოსტარელებთან ერთად, რა თქმა უნდა. აი ჩვენი Facebook-ელების უკან ზის ფოტოშორის. მოგესალმები კეთი და მეგობრებო, თქვენთან გადმოვინაცვლებ აუცილებლად. მოკლედ ცოტა მოგიწოდეთ, რომ ცოტა გააქტიურდეთ. უნდა გააქტიურდეთ, ყველანაირად არ გამოვა. რატომ? იმიტომ. აი ასე. მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ჟიური. და რა თქმა უნდა, დღეს ჟიურის კომპეტენტური აზრი უნდა მოისმინოთ თქვენ და შემდეგ უნდა გაითვალისწინოთ ეს აზრი და იმის და მიხედვით იმსჯელოთ თუ არა გაქვთ რაღაცნაირად საკუთარი ჩამოყალიბებული აზრი ამა თუ იმ კონკურსანტის შესახებ. სწორედ ამიტომ ზის ეს 4 ადამიანი აქ ჩვენი მოკაშკაშე ვარსკვლავი. სოფო ხალვაში. სოფო მოგესალმები. ჯგუფი მგზავრების ლიდერი. ყველასათვის საყვარელი ჯგუფის, არა? რომელიც 5 წლის ხდება თან და ცოტა ხანში იუბილეს აღნიშნავს. ეს ჯგუფი სწორედ აქ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში 12 ნოემბერს მისი ლიდერი, მუსიკოსი და მსახიობი გიგი დედალაბაზიშვილი. გიგი გილოცავთ. მოვალ 12-ში აუცილებლად. მუსიკის ცნობილი კრიტიკოსი ნიკო ნერგაძე. კულტურის ამის მუსიკალური პროდიუსერი მარინა ბერიძე. მე მინდა კეთის მივესალმო, კეთის და თავის მეგობრებს. ჯეოსელის Facebook-ის გვერდზე ყველაზე აქტიური ადამიანები, უბრალოდ ყველაზე აქტიური ადამიანი კეთი და მისი 3 მეგობარი. დღეს საპატიო ადგილზე შედან, ასე რომ იაქტიურეთ თქვენ, მოგესალმებით გოგონებო. ყველა სახელი ვერ დავიმახსოვრე. თეკლა არის თქვენ შორის ვინმე? კი, მარი არის ხო? კი? როგორ? თათუკა? ნატუკა, ხო, და კეთი თვითონ. და ჩაჩი. თუ გსურთ რომ თქვენც მოხვდეთ აქ და ისარგებლოთ პრივილეგიებით, ნახოთ თუ რა ხდება კულისებში. მაშინ იაქტიურეთ და დაწვრილებით ინფორმაცია ყოველთვის არის ჯეოსელის Facebook-ის გვერდზე. ასე რომ ვინც ყველაზე მეტ მეგობარს შემოიყვანს, აი იმდენ ის მოვა აქ, ვის მოხდება ჩვენთან. ესე იგი, რა ხდება ჩვენი მედია პარტნიორი ვინ არის, იცით? ის ვინც ახლა ზურნავს იმ ადამიანებზე, ვინც შემთხვევით ვერ მოხვდა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ვერ მოხვდა ასევე ტელევიზორთან და ვერ ადევნებს თვალყურს რუსთავი 2-ს, მაგრამ აქვს საშუალება უსმინოს რადიოს FM 106.9-ზე. ფორტუნას დიდი მადლობა და ყველა ჩვენს მსმენელს, რომელიც ფორტუნას ეთერით ადევნებს თვალყურს განვითარებას, როგორ ვითარდება პროცესები ჯეოსტარი 2011-ში. დღეს სტივი ვანდერის ტურია. სად არიან სტივი ვანდერის ფანები? აგაღართ და ჯეოსტარელების ფანები სად არიან? ყველანი აქ ყოფილვართ. ბენდიც აქ არის სხვათა შორის. მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ბენდი.
შაკო ყელეყვა ბას გიტარა დასარტყმელ ინსტრუმენტთან ყველას ენერგიული ადამიანი აფშილავა ლევან ეს რო არ ყოფილიყო აქ რა გვეშველებოდა სოლო გიტარა ზია ხიდიკაშვილი ამირამ დიასამიძე ელექტროპიანო და როიალთან ყველაზე დინჯი შუმი მაგრამ ყველაზე მუსიკალური ადამიანი ზვიან ბოლკვაძე აპლოდისმენტები თქვენ წინაშია 10 ჯეოსტარელი შევხვდეთ თეკლა ქართლი 30-1 თეკლა გამარჯობა კახეთი გია 30-2 თბილისი ხადია 30-4 მალიკა იმერეთი 30-5 თბილისი მარი 30-6 აჭარა ნიკო 30-7 თბილისი დათო 30-8 თიანეთი ლევანი 30-9 თბილისი ანდრია 30-11 და კიდევ ერთი აჭარა მორისი 30-12 მელანჟზე რომ არ მოგახსენოთ ორიოდე სიტყვა არ შემიძლია რამდენს სწავლობდნენ ესე იგი ეს ადამიანები რომ აი ამათი ვარცხნილობა ასეთი არაჩვეულებრივი ყოფილიყო დიდი მადლობა მელანჟის რომელიც მდებარეობს ვაჟა-ფშაველას 72-ში დიდი ბოდიში ფალიაშვილის 32-ში და ასევე ნახალოკელებო გიხაროდენ ცოტნე დადიანის 7 ნომერში გაიხსნა მოგესალმებით ყველას ცოტნე დადიანზე გაიხსნა კიდევ ერთი სალონი მელანჟის და რაც თავარია შეგიძლიათ Facebook-ის გვერდზეც ეწვიოთ მელანჟის სიახლეებს გაეცნობით იქ მე მინდა გადავუხადო ბენეტონს და მექსის ჩაცმულობისთვის რაღაც თქმა უნდა რომელიც ჩვენს კონკურსანტებზე ზრუნავენ და კიდე რა არ შემიძლია რომ არ გადავიდე TBC ოთახში ეს prime card-ზე ლაპარაკობს ხოლმე ეს გოგო რო არ მოვიკითხო არ შემიძლია ლელა როგორ ახარ ჩემო სიხარულო კარგად დუტა კარგად დიდი მადლობა საღამო მშვიდობისა მინდა მივესალმო ყველა იმ ადამიანს ერთი წამი მინდა რაღაც თქვა ძალიან ლამაზი ხარ ვაიმე ძალიან დიდი მადლობა მე მეგონა მეც მეტყოდი შენ ძალიან კარგად გამოიყურები მართლა თუთა მინდა მივესალმო ყველა იმ ადამიანს ვინც ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზშია შეკრებილი რუსთავიორის მაყურებელს მინდა მივესალმო და რადიო ფორტუნას მსმენელს რადგან ჩვენი მედია პარტნიორის რადიო ფორტუნას ეთერშიც ჩვენ გვისმენენ ახლა ამ წუთას ხო აბა რა და გვაცაკილასონია ელაპარაკება ხოლმე მე სულ პარალელურ რეჟიმში თუთა აქვე მინდა შეგახსენოთ რომ ჯეოსტარის გენერალური სპონსორია TBC ბანკის prime card რომელიც მთელი ჯეოსტარის განმავლობაში უგულშემატკივრებს ჩვენს საყვარელ ჯეოსტარელებს და მათ არაჩვეულებრივი პრიზებით გაანებივრებს ვიცოდი TBC ბანკის ახალი საკრედიტო ბარათია prime card რომელიც გაძლევს საშუალებას თავად შექმნათ მისი დიზაინი მართლა დიახ თუთა რომ მომიდეს დავახატო რამეს ისეთი ერეკლემეფეს ძეგლი შეიძლება? ყველაფერი შეიძლება თუთა. რა მაგარია. ეს იყო სურათს უნდა მეთქვამე ჩემი სპონსორის შესახებ და ველოდები ჯეოსტარელებს აქ მარტო ვარ ცოტა მოგიწყინე. არ მოიწყინო, არაფერია მოსაწყენი. იცი რატო რომ ეხლა სანამ ესენი შენამდე მოვლენ, ჩვენ გვაქვს გამზადებული პატარა ვიდეო, სადაც არქიმედეს გლობალ ჯორჯიამ ჩვენს კონკურსანტებს და ჩვენს არაჩვეულებრივ მომავალ ვარსკვლავებს პატარა სიურპრიზი მოუწყო. იცით ალბათ არა არქიმედეს გლობალ ჯორჯია 2007 წლიდან მხოლოდ ჯანმრთელობის დაზღვევაზე რომ არის ორიენტირებული. აი სწორედ მასზე მოგახსენებდით. ვნახოთ ვიდეო. თქვენ კი წადით ყველასთან.
დღეს ჩვენ მოვედით ჩვენი სპონსორის Archimedes Global Georgia's ოფისში. ისიც რომ რაღაცა სიურპრიზი გველოდება, მაგრამ არ ვიცით რა სიურპრიზია. მგონია რომ ძალიან მაგრად გავერთობით. მოგესალმებით ყველას Archimedes Global Georgia's სახელით. როგორც მოგესალმებათ, ჩვენი კომპანია თითოეულ თქვენთაგანს გადასცემს ჯანმრთელობის დაზღვევის ეცლიან სერტიფიკატს. მინდა რომ გაგახსოვთ ჩვენი დაზღვევის სპეციფიკა და ჩვენ გოგოებთან გაიაროთ, როგორ უნდა გამოიყენოთ ჯანმრთელობის დაზღვევა, როდესაც გექნათ პოლისი. დიდი მადლობა ყველაფერი გასაგებია. თქვენ ახლა ყველანი გაეცანით იმ წესებს, როგორ უნდა გამოიყენოთ თქვენი ჯანმრთელობის დაზღვევის მომავალი ბარათი, რომელიც გადმოგეცემათ და ჩვენ გვაქვს პატარა სურპრიზი თქვენთვის მომზადებული. ყველანი წავიდეთ და დავიდეთ. Archimedes Global Georgia მოგვიწყო ძალიან ლამაზი სურპრიზი და ძალიან კარგი დროს გავატარებთ. ისიც დიდი მადლობა Archimedes. გამიხარდა აუზო რომ მოვედით, მაგრამ მე არ ვიცი სურო და აქედან გამოდე მიწევს ბავშვების აქედან ყურება. I said, are you gonna be my girl? ძალიან მაგარი სურპრიზი მოგვიწყო Archimedes Global Georgia-ისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით. ბავშვები გავერთეთ, დავისვენეთ და ძალიან მაგარია. შევხვდებით ორშაბათს კონცერტზე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო Archimedes Global Georgia's ასეთი არაჩვეულებრივი სურპრიზისთვის. ბავშვები მართლაც გაერთნენ, როგორც შეატყვეთ, რა დღეში იყვნენ, მაგრამ რა ვქნა, მარიჯო მარტიძე შემეცოდა ცურვა რო არ იცოდა. სხვათა შორის Archimedes Global Georgia აშენებს ძალიან საინტერესო ევროპული სტანდარტების კლინიკებს, როგორც ლაგოდეხში, ასევე ახლა სენახში დაგვიმატა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ერთი რამე არ უნდა დაგვავიწყდეს. Archimedes Global Georgia გადასცემს სადაზღვევო პაკეტს იმ ადამიანს, ვინც წავა. MobiPay ასევე გადაცემს უკვე 500 ლარს, ჩვენ ვიცით რომ ყოველი კონცერტის შემდეგ 100 ლარით იზრდება. გადაცემს ესე იგი ელექტრონულ საფულეზე სამწუხაროდ იმ ადამიანს, ვინც დაგვტოვებს. MobiPay გადაცემს აი ამ თანხას, ასევე განახლებული 08 გადაცემს პრიზად საჩუქრად iPods და კიდე რა მინდოდა მეთქვა? ხორფერი გამომჩა. ხო, ნებისმიერი ინფორმაცია აქვს სხვათა შორის 08-ს, ნახევარფასად და ისე ჯეოსტარელებზე აქვს ყველანაირი მონაცემი. ვინც რა ზომა, წონა, ასე შემდეგ წინაპარი, ყველაფერი. რა უნდა ცხოვრებაში, რა უყვარს, რა სჭამს, რა სვამს. ყველაფერი, მაგრამ მე მგონი დროა დადგა ჟამი, ისე მიყურებ ჟიური, რომ რო არ დავიწყო ეხლა კონცერტი. ეხლა დავიწყებ. ერთი რამ უნდა ვთქვა. ეს რო არა ვთქვა, არაფერთ არ შეიძლება ქალბატონო მარინა, ბატონო ნიკო, ბატონო გიგი, ქალბატონო სოფიო, ლომსიკ. რისთვის იბრძვიან ჯეოსტარელები? ტიტულისათვის. ჯეოსტარი 2011-ის ტიტულისათვის. ვინ გახდება ეს ადამიანი? ამას თქვენ დაადგენთ, მაგრამ აქვე მინდა დავსძინო რომ ეს დავსძინო მომწონს სიტყვა, არ მიყვარს, მაგრამ მომწონს. აქ სათქმელად ხოლმე. აქვე მინდა დავამატო ისიც რომ გარდა ამ ტიტულისა, ორბი ჯგუფი გადაცემს გამარჯვებულს ბინას ბათუმის ბულვარში. ესე იგი, სანამ გავარკვევთ ლელასგან თუ ვინ გახდება პირველი მონაწილე, ჩვენს წინაშე მის წარდგება, იმაზე მაქვს ლაპარაკი. მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი უკვე პროფესიონალი ჯეოსტარელები, ყოფილი კონკურსანტები, ეხლა უკვე ადამიანები, რომლებიც თავიანთ კარიერაზე ზრუნავენ, ამ ადამიანებმა მოინდომეს და მომავალ ვარსკვლავებს ეხმარებიან გიორგი ცხარიაშვილი. ცხარო! თიკა მახალდიანი! თიკა! ნინი ციკლაური! ნინი! და მირზა მოდებაძე!
აი ეხლა კი გავარკვე თუ ვინ იქნება პირველი ვის ხვდა ეს წილად ეს ნერვიულობა და ბედნიერება ამავდროულად. ლელა თუთა პირველი კონკურსანტი გახლავთ იმერეთის წარმომადგენელი მარიტა როხვაძე. მარიტას ნომერია 3005. მე ყველას მოუწოდებ დაურეკონ და დაუმესრჩონ მარიტას. მარიტა შეასრულებს სტივანდერის სიმღერას I wish. მე წარმატებებს უსურვებ. ბაბაშანიცი. ესე იგი თუ კახურად გადმოვთვალოთ I wish ესია ეს. მაგრამ ამიტომ ეხლა რატო იცი იმერეთის წარმომადგენელი მოიმართება ჩვენსკენ? მარიტა როხვაძე 3005 და იქვე 5. ნახე როგორ თამამად მოემართება უკვე რა. მარიტა როგორ ხარ? შესანიშნავია მელანჟი ყოჩახ გევიხართ. ეს რატო გააკეთე სტივანდერს ხო მადლობაო და ასე შემდეგ ჰა? ხო რაღაც ის ვარცხნილობა კარგია. კარხაციაზე ხო ხარ ასთავარია. ერთი წამი სიჩუმე, ერთი რამ უნდა შეგახსენოთ. ის იწყებს დღევანდელ კონცერტს. ასე რომ გავამხნეოთ აბა. ყველაფერი კარგად არის. დაიწყო. აი, ნიში მარიტა 3005 იმერეთის წიამაყე დაურეკეთ ან დაუმესიდეთ ეს მინდა ყოველთვის შეგახსენოთ ხოლმე აუცილებელია და ქალბატონო მარინა თქვენ გისმენთ ვერაფრით ვერ ვიჯერებ რომ ჯეოსტარამდე არასოდეს არ მდგარ ხარ სცენაზე არასოდეს არ გჭერია მიკროფონი მე ამას პირველად ვამბობ იმიტომ რომ სულ არ მინდოდა რაღაცა ამის თქმა ეს ის მომენტია ეს ის ადამიანია
რომელიც არასოდეს სცენაზე არ მდგარა. ძალიან გაბედული ადამიანი ხარ, ძალიან ნიჭიერი ადამიანი ხარ და გაქვს არაჩვეულებრივი თვისება. შენ იჭერ მაყურებელს, შენ იჭერ დარბაზს. გააგრძელე ესე, სულ ბოლომდე იყავი ჩვენთან და იმუშავე ისე, როგორც მუშაობ. ბრავო, ბრავო, ბრავო. აი, ხედავ რა კარგია. დიდი მადლობა, სოფო. პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ძალიან გამიხარდა, რომ ვანდერის ტურია დღეს, მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ ძალიან რთულია საერთოდ ვანდერის სიმღერების შესრულება, იმიტომ რომ ჭირდება ძალიან დიდი დიაპაზონი, ძალიან ტექნიკურადაც ძალიან რთული შესასრულებელია, მაგრამ დღეს მარიტამ ეს ყველაფერი ძალიან კარგად მოახერხა და ყოველთვის მიხარია, როცა მარიტა სცენაზე გამოდის, იმიტომ რომ მე ვღებულობ ძალიან დიდ სიამოვნებას და დიდი მადლობა შენთვის. მე რო ქალბატონი მარინას სიტყვებს გავაგზელებ, მე აი მიკროფონი არ ჭერია სცენაზე არ მდგარაო. მე ვიცი რის იბრალია ეს. ბავშვებთან ურთიერთობის. ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ამ ადამიანს ბავშვებთან ურთიერთობის და აბა მიდი. 30:05. და აქვე უნდა ვთქვა ერთი რამ. რადგან ბავშვებზე ჩამოვარდა ლაპარაკი, ლუკა გილოცავ და ყველა ლუკას ულოცავ დღევანდელ დღეს და აქვე უნდა ვთქვა რომ ზუკას ულოცავ დღეს მისი ოქრო დღე არის სადახარ ზუკა გილოცავ მარინა ბერიძე ქალბატონო მარინა ბერიძე ის თქვენი შვილიშვილია ზუკა ჰა დიდი ბიჭია უკვე ხო ლელა აი თქვენს გილოცავთ მართალია არ აკავთ ლუკა მაგრამ არა უშავს თუთა სანამ შემდეგ კონკურსანტს წარმოგიდგენ და მინდა შეგახსენოთ რომ TBC ბანკის ახალი საკრედიტო ბარათის Prime Card-ის თქვენთვის ხელსაყრელი ტარიფი შეგიძლიათ შეერჩიოთ. თუ ხშირად დადიხართ სავაჭრო ობიექტებში და გიყვართ ინტერნეტით ვაჭრობა, აირჩიეთ Prime Shop-ი. ხოლო თუ ბანკომატიდან გამოგაქვთ თანხა და ქეშით გიყვართ გადახდა, აირჩიეთ Prime Cash-ი. გამოსაცრელად ემზადება დათო ლონდარიძე. მინდა მის გულშემატკივარს შევახსენო დათო ლონდარიძე წინა კონცერტზე აუთსაიდერთა შორის იყო. ასე რომ ჯეოსერის და ლაილაის აბონენტებო გააქტიურდით, დაურეკეთ და დაუმესიჯეთ 30:08. დათო შეასრულებს დღეს სიმღერას სახელწოდებით Send your love. წარმატებები. მაშასე ჩვენსკენ მოევართება წინა ორშაბათის წინა კონკურსის აუთსაიდერი დათო ლონდარიძე და მეც მივმართავ მის გულშემატკივარს, ესე იგი არ იყო საკმარისი თქვენი აქტიურობა. დათო ლონდარიძე 30:08 და იქვე 5. მომეხელი. აი, მიდი დავითო. როგორ? კარგი. აბა, უმღერე. The roses make sure that you know it when the flowers from your heart show him your love. Don't hold back this feeling, you don't need the reason when it's straight from your heart. I heard some men say that the day is so romance. I know more than before, falling in love and so old-fashioned. But waiting, that's the day when sluts cannot slip away. And I need to fulfill the heart desire, follow passion, saying your love with a dozen roses. Make sure that you know that when the flowers from your heart show him your love.
day is all romance. I know more than before. Falling in love is so of passion. But waiting that the days and once let us slip away. How to need to fulfill the heart desire follow passion. Saying your love with a dozen roses. Make sure that you know that when the flowers from your heart, show him your love. დათოლონდარიძე 30:08 და იქვე 5. ბატონო ნიკოლოზ, მოგიხდებათ მიკროფონი ხელსაშინა. აბა რა ვიცი. აბა? რა ვიცი, მე მგონი ჯერ ვერ მიეჩვია დათო გიტარის გარეშე სცენაზე დგომას. აი რომ უყურებ, სულ მგონია რომ თავს მაინც არაკომფორტულად გრძნობს და ღერის, მაგრამ ბოლომდე ესე რომ გააკეთოს ხელმე ხელი, თქვენ კიდე რა არ შველის მაგას, არ შველის. ესე რომ გააკეთოს. ნუ შეიძლება გააკეთოს, მაგრამ უშველის მაგას. მე მგონია რომ როდესაც გიტარებიანი ტური იქნება, კიდევ უფრო სხვანაირად გამოჩნდება და თორემ მაგამ მერკური ხომ ღეროდა ხოლმე ბატონო ნიკო ესე რაღაცა მიკროფონს დაიჭერდა ხელში და თვითონაც უკრავდა ხოლმე. მერკური მღეროდა კი. ხო არა მღეროდა რა, მაგრამ ისიც ესე აკეთებდა რაღაც ერთად, ხო ხმარებოდა ისე ვერ მღეროდა ეგ. ნუ ეხა ფრედი მერკური მღეროდა, ეგ ცოტა იყო. კარგით, მაშინ ქალბატონ მარინას მოусმენ. აბა გიტარის ბრალია ეს ყველაფერი? დათო, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ წვალობ და სულ წვალობ, გაიგე? რაღაცას ეძებ. ჯერ ვერ პოულობ. რაღაცა თბილი ბგერები გამონათდება, მაგრამ მე ისევ შიგნით იკეტები. არ ვიცი ეს რისი ბრალია, იმის ბრალია, რომ შენ თვითონ წერ და კარგად გრძნობ შენ მუსიკაში თავს. მე არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ხარ რაღაცა ძიების პროცესში. მე გირჩევ, რომ დაანებე ამას თავი და მიენდე მუსიკას და აკეთე მუსიკა. იმღერე და ნუ ფიქრობ ზედმეც, იმიტომ რომ სულ მაგ შეგრძნება, რომ ფიქრობ ზედმეც. უფრო მეც ვიდრე საჭიროა. ამიტომ არის ინტონაციური უსუფთავობა. აი ყველაფერი ამის გამო ხდება. მუსიკა ისეთი რამეა, რომ უნდა გაყვე იმ მუსიკას. შენთვის ვლაპარაკობ ამას, ჩემთვის არა. დიდი მადლობა ქალბატონ მარინას. 30:08 დათოლონდარიძე დაურეკეთან დაუმეცით და გეუბნებით. არ არის საკმარისი ის აქტიურობა, რაც წინა ორშაბათს იყო. თუ არ გინდათ რომ ის კვლავ მოხვდეს აუთსაიდერთა რიგებში, ამისათვის საჭიროა დარეკოთან დაამესვით 30:08-ზე, რომ მიეცეს საშუალება უფრო დაიხვეწოს და უფრო წინ წავიდეს ადამიანი. გაითვალისწინოს ჟიურის შენიშვნები. რა მინდა ვთქვა? ესე იგი, ჩემო გიორგი, შენთან მაქვს ერთი პატარა დიალოგი ჩასატარებელი. როგორ ახარ? გადასარევი, თავად? ეხლა სანამ მე და შენ ვლაპარაკობთ, მოდი ტელემაყურებელმა რეკლამა ნახოს და მე და შენ ცალკე ვისაუბროთ. რეკლამა რუსთავი 2-ზე. მაშასე ჯეოსტარი 2011 კვლავ რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერშია პატრიცემულო საზოგადოება და შეგახსენებთ რომ ორი კონკურსანტი უკვე წარდგა მაყურებლის წინაშე, ვინც ეხლა შემოგვიერთდა, გინდა რუსთავი 2-ის ეთერში, გინდა რადიო ფორტუნას ეთერში. შეგახსენებთ რომ დათოლონდარიძე უკვე წარდგა და მარიტა როხვაძე წარდგა თქვენს წინაშე. ნორმალურად, კარგად, გადასარევად, მე ვიტყოდი ფრიად სასიამოვნოდაც კი და 8 კონკურსანტი ელოდება თავის განაჩენს და ოღონდ ჯერ ჩვენ უნდა მოვისმინოთ მათი ნამუშევარი ერთი კვირის შედეგი. რა გააკეთეს ამ ერთ კვირაში? დღეს სტივი ვანდერის ხო კარგად ავთქვი. სტივი ვანდერის, სტივი ესე ვიტყვი. როგორ უნდა ვთქვა? სტივი თუ სტივი? სტივი ჩვენი ძმა არის. ლელა. ხო დუტა.
ხო, იყავი ესე და მიყურე ახლა. ვინ არის შემდეგი? არა, არ გეტყვი ვინ არის შემდეგი. არ მითხრა. გეტყვი, მაგრამ სანამ გეტყვი, შეგახსენებთ რომ Facebook-ზე TBC ბანკის და Geostar-ის ერთობლივ გვერდზე, სადაც ძალიან აქტიურობენ ჩვენი გულშემატკივრები. ხმის მიცემა უკვე დაიწყო. ასე რომ ყველა შეუძლია შევიდეს და ხმა მისცეს თავის რჩეულს, რადგან TBC ბანკი გამარჯვებულს გრანდიოზულ პრიზს პირდება, ხოლო რა იქნება? აი ხა მე თუ მინდა რომ მარიამს მივცე ხო შეიძლება რომ მარიამს მივცე ხმა ნებისმიერი გამარჯვებული ნებისმიერი შეიძლება გახდეს მიუხედავად იმისა დარჩება თუ დატოვა აი მარიამ მე ალგები და შენ მოგცემ ხმას რა მოხდა მერე გახეთი არც მისმენს ნახე აი შემდეგი კონკურსანტი გახავთ აჭარის წარმომადგენელი მორის მელაძე მორისი შეასრულებს სიმღერას For Once in My Life ხო სწორად ვთქვი 30-12 დაურეკეთ და დაუმესჯეთ მორის 30-12 ეს ის ადამიანია რომელმაც პირველი სამეულიდან მოიპოვა საქსური ესე რომ იტყვიან ხოლმე ხო იცი საქსური მოიპოვა რა საქსური მოიპოვა მოხდა ძირითად 12 Geostar-ს შორის ეხლა კი რა იყო ეს გარდა იმისა რომ კარგად ღერის ჩხარა დარბის პირდაპირ გადმოაჭერი ესე ხო კარგად ახარ აბა სირბილით რომ მოდიოდი რამე ხო არ აღჭირს არა კარგია ეს იცი რა არის შიში ხო იცი როგორია 30-0-12 კი არა და 30-12 პირდაპირ Someone who needs me, someone who needed someone. For once unafraid, I can go where else leads me. Someone who needed someone. For once I can touch with my heart is to dream of long before I knew someone was like you. Please make me dream come true. My life, I have let sorrow hurt me, not like it hurt me before. Once I hear something, I knew what beside me. I'm not alone anymore. Once I can say, this is mine, you can take it. As long as I knew as long I can make it. For once it's my life, someone who needs me. Just like me, not like it's like me before. Once I kiss something and you understand me, I'm not alone anymore. Once I can say, this is mine, you can take it. As long as I knew, I can make it. Oh, once it's my life, someone who needs me. Moris Melaze, 30-12. ესე იგი ხელი ჩამოგართვი? გიგი აბა მთელი ამ ხნის განმავლობაში რო ზიხარ და ხმარ რომ არა მოგიღია შეაფაზე ადამიანი მე ვიტყოდი რომ როგორც ყოველთვის იცი ჩემი შენ და მის სიმპათიები და ძალიან მომწონს როგორც მორისი როგორც მომღერალი და ვიტყოდი რომ მომღერალი გახდები შენ მე გამოვასწრებ შენ შეცდომას გაივლი ეტაპებს და გახდები მომღერალი და დღეს რაც შეეხება ამ სიმღერას
იყო ყველაფერი იყო რაღაცები მე ცოტა მეტი მინდოდა შენგან მორის იმიტომ რომ ქონდა რაღაც სიმღერებში პატარ-პატარა რაღაც ჩავარდები მაგრამ თლიანობაში იყო კარგი ამას უკეთესად გეტყვიან პედაგოგები და მე მაქვს ნანახი რომელიც წელი არ მახსოვს გიგი ბოდიში თაფლით გაწყვეტინებს შენ შემოგეღნე ფრედი მერკური ცოცხლად ღერის და ის თუ არის მამა და ხოიცი ეგ სიმღერა იქ მაღლა რომ უნდა ავიდეს ვერადის და ერთი ოქტავით დაბლა აგრძელებს ვერ რა მოხდა ფრედი მერკურისაც ემართება ეგეთი რაღაცა არა ნიკო რამეს ვიტყუები არ გაქვს ეგ ნანახი შავი მჩხილებით რო უკრავს ფრედი მერკური არ არის ესე ბატონო მუსიკის კრიტიკოსო რამეს ვიგონებ ხალხო არა მადლობ თქვენი მხარდაჭერის იმედი ყოველთვის ქონდა ეს SMS-ებში და ასე ზარებში გამოხატეთ ძალიან გთხოვთ 30-12 მორისი ერთი სიტყვით ძალიან კარგი ბიჭი ხარ და ძალიან კარგად იმღერე მადლობთ მადლობ გიგი ნიკო მეც გონია რომ აჭარა წელს არის ძალიან ძლიერად წარმოდგენილი და მორისიც მადლობ არის ერთ-ერთი საუკეთესო ამ გამოსვლას რაც შეეხება გიგი მხარო რაღაცა დამაყდა მე მგონი ვიცი რაც დააყდა ბოლომდე გული არ ქონდა ჩადებული ფეხბურთის გუნდი რომ მომავალი ტურებისთვის ზოგავს ხოლმე ძალას ხანდახან ეგეთი შტაბეჭდილება მტო რჩებოდა ხო ზოგავს უფრო გახურებული ყავი მაგრამ აი ცოტა თავისი გულშემატკივარის იმედი აქვს და იმიტომ მაგრამ ეს რჩევასავით ანუ კარგი იყო რა მორის ეხა მომისმინე კარგად წათი 30-12 მორისი აჭარა ლელა რა ხდება შენთან პრიმე ხატია ესიტაშვილი ემზადება სცენაზე გამოსაცვლელად თბილისი ხატია 30-4 ხატია შეასრულებს სიმღერას სახელწოდებით My Sherry Moon ხატიას SMS ნომერია 30-04 წარმატებები ხატია მაშასე ხატია მოემართება ჩვენსკენ ყველა სათვის საყვარელი სიმღერით ოღონდ მე მაგას ვერ ვამბობ ხოლმე ინგლისურად არ ვიცი და იმიტომ ოღონდ ისე წამღერებით ვიცი ნარადიანა ხო ეგ არის ხატია თბილისი 30-04 როგორ აგრძნობ თავსა? კარგად. კარგად აგრძნობ თავსა? ძალიან. დავიწყოთ? ერთი წამით რა, არაფერი, კარგია. მეც არ ვქი რაღაც გვინდოდათ გეჩერებინა ჩვენთვის. მარიამი აქტიურობს იქითკენ ჯეოსტარელები. აი ოთოს ხედავ კიდე. ჯეოსტარელს. ჯეოსტარს. თა ჯეოსტარს. ბატონო დავით, შეიძლება დავიწყოთ? ლომსიკამ დაიწყეთო წავიდა. La la
30-04. როგორ გზნობ თავს? კარგად. შესანიშნავია. ბატონო ნიკო. კარგია დარბაზს რომ მოეწონა. მე ნაკლებად, ბევრად ნაკლებად ვიდრე დარბაზს. არა უშავს. მე რჩებოდა შთაბეჭდილება რომ სხვა სიმღერას მღეროდი და მაი შერია მორეს არ იყო. რამდენჯერ მომისმენია ეს სიმღერა და რაც გზნობა მოაქვს ხოლმე და ამ შემთხვევაში არ ვიცი უსმენი და ვფიქრობდი რა ვთქვა შემდეგ კომენტარის დროს თქო და ეს მოვიფიქრე რაღაც რა ვიცი მე როგორც გავიგე აქედან რაც რუსულ საესტრადო სიმღერას უფრო გავდა ვიდრე იმას რაც არის ქალბატონ მარინა ამ შემთხვევაში აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ ნიკოს ახლოს არ იყავი ვანდერთან ძალიან რთული ტურია დღეს და ძალიან რთული სამღერია ვანდერი. ერთადერთი კიდევ რაც შეიძლება აუცილებლად თან უნდა ახდეს ვანდერის სიმღერას ეს არის შინაგანი რითმი, რომელიც იცი რა აი ლა ლა აი როგორც დუტა გამოვიდა ცეკვით დაახლოებით ისეთი სურნელი ასდიოდა შენ ნამღერს და საერთოდ მე არასდროს არ შემიფასები ხარ რაც გამოდიხარ და გეტყვი რომ ეს ყურის არასუფთა ნოტები მოგდევს ყოველ ტურში. მაპატია ამას რო გეუბნები, მაგრამ მე არ შემიძლია რომ არ გითხრა. ან გამოასწორე, ან გონს მოეგე, ან უფრო სერიოზულად იმუშავე. მადლობა. კარგი. 30-04. ხატია დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ და გონს მოვეგებით, უფრო მეც ვიმუშავებთ, კარგად მოვიქცევით, ხუთოსნები, ათოსნები, ოცოსნები, ასოსნები ვიქნებით და კარგად მოვიქცევით, ქალბატონო მარინა, რა გავაკეთოთ მეტი? თუ გინდათ ახალ მონაწილეს გამოაცხადებს ლელა, რა ვქნა ეხლა მეტი? ლელა! და შემდეგი კონკურსანტი გახლავთ თიანეთის წარმომადგენელი ლევან კბილაშვილი. ლევანის SMS ნომერია 3009. დაურეკეთ და დაუმესიჯეთ ლევანს. დაურეკეთ. რა სიმღერა შეგახსენოთ? სანამ გეტყოდო რა სიმღერას მღერის, შეგახსენებთ რომ გენერალური სპონსორია ჩვენი TBC ბანკის Prime Card, რომელიც მთელი პროექტის განმავლობაში უგულშემატკივრებს ჯეოსტარლებს და მათ შორის ლევანს. ლევანი შეასრულებს სიმღერას სახელწოდებით Overjoyed. მე წარმატებებს უსურვებ ლევანს. Overjoyed. ლევან კბილაშვილი, აი უკვე 2 წელია ამ სახელსა და გვარს ვახსენებ და მე მიხარია რომ წინა წელთან შედარებით წელს განსაკუთრებულად გამოავლინა მან თავისი შესაძლებლობები და აშკარად სხვა საფეხურზე ავიდა დამეთანხმებაში ლევან კბილაშვილი 30-09 ნერვები არ ამიშალო აბა როგორ უნდა მიესალმო თქო რა გასწავლე აი ხელი უნდა დაუქნიო მე განწყობაში ჩაიკეტო მე მივხვდი რაზე მღერი ხარ და წავიდა
'cause of you I can breathe. The sentiment is gone from too far away for you to say come back some other day. And though you don't believe that they do come true. For did my dreams come true when I looked at you? And maybe too if you would believe, you too might be overjoyed, over love, over me. And though you don't believe that they do come true. For did my dreams come true when I looked at you? And maybe too if you would believe, you too might be overjoyed, over love, over me. ლევან კბილაშვილი, თიანეთი. კმაყოფილი ხარ შენ თვითონ შენი დამღერით? ჟიურიმ შეაფასოს სოფო. ლევან, როცა გამოდიხარ ხოლმე ყოველთვის გულით მღერი. და ამიტომ ყოველთვის მიდის მაყურებელთან ეს სიმღერა. დღეს ცოტა მეტი მინდოდა ემოციურად, იმიტომ რომ დასაწყისი სიმღერის კუპლეტები უფრო მეტი მინდოდა. შემდეგ უკვე განვითარება, რა თქმა უნდა, კარგი იყო, მაგრამ მთლიანობაში ნამღერი და სიმღერა გამოვიდა. ასე რომ წარმატებებს გისურვებ. 30-0 წარმატებებისათვის. დარეკეთან დაამესიჯეთ ლევან კბილაშვილი, თიანეთი, ვაშა, ქალბატონო მარინა. მიკროფონი თქვენია ამჟამად. აი ლევან, მე ვიცი რა შრომის ფასად იყო დღევანდელი დღე შენთვის. შენ არ ახარ ინგლისური სიმღერის მომღერალი, მაგრამ ეგ არაფერს არ ნიშნავს. შენ ძალიან გიყვარს სიმღერა, შენ ძალიან კარგად გესმის რა არის სიმღერა და ამაშია შენი ვაჟკაცობა დღეს რომ ასე მოიტანე და მოგვიტანე ეს სიმღერა. ოჩახ ლევან კბილაშვილი მოიტანა 30-9 და იქვე 5. თუ გინდათ რომ ის არ მოხდეთ აუთსაიდერებს და ის გადავიდეს შემდეგ ტურში და ესე უსმინოთ. არა. ესე იგი რა ხდება? ჯეოსტარის საერთაშორისო პროექტი რო აღმოჩნდა, იცოდით ამის შესახებ? თუ არ იცოდით, მე შეგახსენებთ. რომ ჯეოსტარს მხოლოდ საქართველოს კი არ უყურებს, უყურებს მთელი დედამიწა. და მთელ დედამიწასთან ერთად უკვე 8 ქვეყანაა ჩართული აქტიურად. აი ეს 8 ქვეყანა, ვისაც შეუძლია დაარეკოს ან დაამესიჯოს, უბრალოდ დაამესიჯოს. აი ამ შემდეგ კოდებზე, აი ამ შემდეგ ჯეოსტარ უნდა აკრიბო ეს ქვეყნებია: რუსეთი, უკრაინა, გერმანია, იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, აშშ. ანუ ამერიკის შეერთებული შტატები, ვინც არ იცის. რეკლამა რუსთავი ორსამეთქი. Hi. How? ჯეოსტარი 2011 გრძელდება. დღეს გვაქვს Stevie Wonder-ის ტური. და შესაბამისად მორიგი კონკურსანტი ემზადება ჩვენს წინაშე გამოსასვლელად და ლელა რა ხდება?
ბერიძია, შემდეგი კონკურსანტი. 30:07? 30:07. სხვადასხვა ნიკო წინა კონცერტზე ლიდერი იყო, SMS-ების და ზარების ყველაზე მაღალი რაოდენობა მიიღო. თუ გინდათ რომ დღესაც პირველ ადგილზე გავიდეს, აუცილებლად დაურეკეთ და დაუნესჭეთ 30:07-ზე. ნიკო დღეს შეასრულებს სიმღერას სახელწოდებით Lately. წარმატებები ნიკო. ბაჟასე ნიკო მოემართება ჩვენსკენ ბერიძე 30:07 აჭარის კიდევ ერთი წარმომადგენელი რომელიც წინა ტურში SMS ლიდერი გახდათ თურმე შევხვდეთ 30:07 ან შეგვიძლია გამოვაწყდოთ ასე 3:07 ბერიძე ნიკო ბერიძე აბა, რაო? აგდე? ახლა შეიძლება. აბა, დავანახე 30:07. სად არიან ნიკოს გულშემატკივრები? ახლა ყოფილან წავიდა. Lately I have had the strangest feelings with no vivid reason here to find. Yet the thought of losing you's been hanging round my mind. Far more frequently you're wearing perfume, very slowly picking me apart. But when I ask will you be coming back soon, you don't know, never know. Well, I'm a man of many wishes, all my premonition misses, but I really feel my eyes won't let me hide, 'cause they always start to cry. 'Cause this time could mean goodbye. Lately I've been staring in the mirror, very slowly picking me apart, trying to tell myself I have no reason. With your heart, with your heart. Well, I'm a man of many wishes, all my premonition misses, but I wanna feel my eyes won't let me hide.
მანიაკია ეს კაცი. ოფიციალურად ვაცხადებ, რომ ეს ადამიანი არის მანიაკი. ოღონდ ხო არსებობს ვიღაცა აგრესიული მანიაკია. ეს არის სიმღერის მანიაკი. არ ვიცი, რასაც ეს აკეთებს სცენაზე, ცოტა ის არის, არ ამჯერა მე. ნიკო, მეთანხმები ამაში? კი, 100%-ით გეთანხმები. გამარჯობა რა უსმენდი, ძალიან კარგად იმღერა. რა ვიცი, აი მომღერლის შესრულებაზე თუ იმსჯელებ, რომ აი რაღაც რამდენად სიმღერის არსი იყო კარგად გადმოცემული. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ საკონკურსოდ კი არ იმღერა, რომ აი კონცერტზე ვიყავი, მოვისმინე. ძალიან კაი. გავატონო მარინა, შემიფასეთ ერთი. იმიტომ რომ სოფოს რომ მკითხო, მე აჭარელიაო და დაიწყებენ რაღაცეებს და მაინც ვიტყვიო. ყველაზე დიდი პლუსი ნიკოს რაც აქვს, ის არის რომ იზრდება, ის არის რომ სულ სწავლობს და ის არის რომ ძალიან უყვარს სიმღერა. შეიძლება აიღო ნოტები კარგად, ცოტა ცუდად, მაგრამ ასე მთელი გული, სული, ჩადო და თან ძალიან იშრომო, ეს ძალიან დიდი იშვიათობაა და მე ამაყება რომ ნიკო ასეთია. ბერიძე, უკაიგე, ნაცნობი არ არიან, მაგრამ მაინც ხო ის. ეს არ იყო კონკურსანტის მიერ შესრულებული სიმღერა. ნიკო, შენ ხარ სცენისთვის დაბადებული და მე ძალიან მომწონხარ და გისურვებ მთელი გულით წარმატებებს. ყველაზე მთავარი და მაინც ის არის, რომ შრომობს როგორც აი ნამდვილი კონკურსანტი. ეს არის შენი პლუსი და იმახსოვრე, იმიტომ რომ უშრომველად არაფერი არ კეთდება. მაგაში ხარ ყოჩა. ნიკო ბერიძე 30-07 იქვე 5. SMS ლიდერი იყო წინა ტურში და მე დარწმუნებული ვარ, რომ დღესაც ის ლიდერი იქნება. რა თქმა უნდა არ არის ავაზ ლაბარაკი რომ იხა აუტსაიდერებში არ მოხდეს. მე ვიცი, მე მჯერა ყველა აი ამ ადამიანის ჯეოსელისა და ლაილაის აბონენტის, რომელსაც ხელში მობილური ტელეფონი უჭირავს და არ ეზარება, რომ ხელში აიღოს ეს ტელეფონი და თან აკრიფოს 30-07 და ნიკოს დაეხმაროს, რომ კვლავ იყოს SMS ლიდერი, იმიტომ რომ წინა კვირის შედეგები არ მოქმედებს დღევანდელ შედეგებზე. ლელასთან გადავინაცვლოთ, ნახოთ კიდე ვინ გაგვაოცებს დღეს. თუთა სანამ შემდეგ კონკურსანტს წარმოგიდგენ და მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი ერთ-ერთი სპონსორია MobiPay და აქვე გეტყვით, რომ 24 ნოემბრამდე MobiPay-ის სავაჭრო ობიექტებში სპეციალური ფასდაკლებებია. ხოლო დამატებით ინფორმაციისთვის თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ MobiPay-ის ცხელ ხაზზე. არა, ის შემდეგი ვინ იქნება? შემდეგი გახავთ მარი ჯომარდიძე 30-06 დაურეკეთ და დაუნესჭეთ მარის. მარი შეასრულებს სიმღერას სახელწოდებით Part-Time Lover. წარმატებები მარი. ბაჟასე მარი მოდი შესკენ, მარი ჯომარდიძე 30-06 მისი SMS ნომერი გახლავთ, ასე რომ უნდა დავურეკოთ და დავუმესიჯოთ. მანამდე კი საშუალება გვაქვს სტივი ვანდერის რეპერტუარიდან კიდევ ერთი სიმღერა მოვისმინოთ მისი შესრულებით. მარი ჯომარდიძე, თბილისი. წავიდა? ხასიათზე როგორ ვახარ? წავიდა. Call up frequency, pick up the phone to let me know you made a home. Don't want nothing to be wrong with part-time lover. If she's snoopy, I blink the light to let you know there's nothing left from me and you, my part-time lover. We are undercover patient on the run. I chase your love, I forgive the sun. We are strangers, but still lovers, but not. Nobody's so wrong, I feel it's so right. If I'm with you, then you should leave. Trust me, but don't even
ეს აუცილებელია რომ დღეს აკრიფოთ ეს SMS ნომერი რომ მარი მომდევნო ტურში ისევ ასე ემოციურად მთელი ჯანითა და ძალღონით წარსდგეს თქვენს წინაშე როგორც დღეს მოახერხა და გაართვა თავი აი ამ ტემპს პირდაპირ გეტყვით აი ამ რიტმს შევაფასოთ აბა გიგიმ დაიწყოს კარგები თქვი გიგიმ კი პირდაპირ მარი მე გეცოდებს ლაპარაკობდეს მე გეტყვით რაღაცას და რამდენჯერ გითხარი კიდევაც გაქვს ძალიან კარგი მონაცემები მართლა ჩემი აზრით რომ გახდე მომღერალი მაგრამ პირველ რიგში უნდა დაიჯერო შენი თავის მარი და მე არ მოხდება ის რომ არც რითმიდან ამოვარდები და არც რაღაც მარტო იფიქრე სიმღერაზე და თუ რაღაც მოხდა სცენაზე ყველაფერი ხდება შეიძლება რითმიდანაც ამოვარდე შეიძლება ტექსტი დაგაუწყდეს და 1000 რაღაც შეიძლება მოხდეს მაგრამ ამან მე გავლენა აღარ უნდა იქონიოს შემდეგ სიმღერის ცდელობაზე კარგი და აკონტროლე ცოტა მაღალი ბგერები ამას სოფოან რა ვიცი ქალბატონ მარინა უფრო უკეთესად გეტყვიან მთლიანობაში უსმენთ ჩვენ სიამოვნებას ხო უბრალოდ ერთს გეტყვი რომ გჯეროდე შენი თავის მეტად გაიხსენი უფრო და დაივიწყე სცენაზე რომ გამოდიხარ ყველაფერი კარგი მიყავი მარტო მუსიკაში და სიმღერაში მადლობა სოფო ჩვენ მოგისმენთ მარი ალბათ არ ქონდა ეს სიმღერა ისე კარგად მორგებული როგორც იყო საჭირო და რა თქმა უნდა რიტმიდანაც ამოვარდი იყო ხარვეზები მაღალ ბგერებში უსუფთავო ნოტები და ამ ყველაფერს მიაქციე ყურადღება და არ იყო დაძაბული რაც ყველაზე მთავარია საერთოდ ვანდერის სიმღერა უნდა იყოს ლაღი და უნდა იყოს თავისუფალი ეს ყველაფერი არ იყო ძალიან თავისუფალია იცით გაიცინე მინდი გაიცინე შენ ვიცი ხოლმე კარგად 30:06 მარიჯო მარდიძე თბილისელებო უნდა იაქტიუროთ წინაორშაბათი შედეგები არ გაიმეოროთ არ გადამრიოთ თუ გადამიშავე ხა მარიამი რო იქცის ხა აუ კაი აღარ ვიტყვი ხა გიოზე აღარაფერს აღარ ვიტყვი ხა შეიძლება არ მომგაჩერდი კაცო ლევასთან გადავინაცვლებ თუთა შემდეგი კონკურსანტი გახლავთ ანდრია გველესიანი მე მინდა შევახსენო მის გულშემატკივარს რომ ანდრია წინა კონცერტზე აუცილებლად შორის იდგა აუცილებლად უნდა დაურეკოთ 30-11-ზე თუ არ გვინდა რომ იგივე სიტუაცია განმეორდეს ო არ გვინდა ანდრია შეასრულებს სიმღერას სახელწოდებით ეს წარმატებები 30-11 ანდრია გველესიანი მოემართება ჩვენსკენ და გულშემატკივარო არა, სწორად დაალაგე, ჯობია, შენ გადმოიტანე, ნუ, აქეთ. და დაწერეთ სწორედ, აირთნა, გამოვიდა. ანდრია! აი შენ მარჯვენა ხელი. გზად ხარ? აირთნა არა. გულშემატკივარები იმდენად შევიდნენ ექსტაზში, რომ შენი სახელი უნდა დაეწერათ და რაღაცა სხვა რაღაცა გამოვიდათ. სწორად დაალაგეთ. კაი 4 შაბათს დაგალაგებინებთ მაგას. გზად ხარ? აბა, მობილიზდი? აქ ახარ? ყურადღებით? წავიდა. And the rose was not a blooming on me. Just a signal was the cure. You can wanna say it's true that I'll be loving you always. It's now carrying all the mystery of tomorrow, and I'm passing over every day. That's as now is burning. Wanna say it's true that I'll be loving you always. Until the rainbow color shines up in the sky. Until the ocean over every mountain high. Until the dolphins cross the never sea. Until the rainbow fly back down the ocean.
And the seasons know exactly when to change. Just as kindness know no shame. Now it's true your joy and pain that I'll be loving you always. Yesterday I know my leaving but my road, but I'm passing the ruler every day. Just as I'm leaving my mind, the love I've left behind, that I'll be loving you always. I feel the rainbow, all the stars up in the sky. I feel the ocean, all my staring up in the ანდრია გველესიანი 30-11. მე როგორც ვთქვი, პედაგოგებიც კი კმაყოფილი არიან, გულშემატკივრზე აღარაფერს ვამბობ. 30-11 ეს გულშემატკივრობა, ეს მხარდაჭერა უნდა გამოსახოთ SMS-ებში და ზარებში. ისე, ყოველი შემთხვევაში შეგახსენეთ. სოფო, მოგისმენთ. ანდრია, რა თქმა უნდა, იყო რაღაც ხარვეზები, იქ მაღალნოც ეგრევე არ უნდა მივარდეთ, რაღაცა უნდა გააკეთო, მაგრამ რაც თავარია იგრძნობა ტურიდან ტურამდე შენი წინსვლა და სწორად მიდიხარ. იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში მოვა. კარგად მიდიხარ. ესე გააგრძელე ძმაო. ხო კარგად უმღერე. კაპიტანო მარინე. კაპიტანო მარინე, მოგისმენთ? მე დავიწყებ ბეკ ვოკალით, შეიძლება? საშინლად იმღერეთ. არც რითმიდან ვარდებიან. სუფთად მღერიან, გრძნობენ რითმს არაჩვეულებრივად და დიდი მადლობა თქვენ. ძალიან დიდი მადლობა. ისწავლონ კონკურსანტებმა როგორ არის საჭირო რითმში ჯდომა. ანდრია, ვანდერის ყველაზე რთული ისევ და ისევ ვიმეორებ. არის რითმის შეგრძნება. ტანმა უნდა გიგრძნოს. რა გავაკეთო? აი ეს არაფერს შუაში არ არის. აი ცოტა სხვა ძარღვი უნდა მოყვებოდეს. ძალიან ეცადე და ნამდვილად გაქვს წინსვლა ტურიდან ტურამდე, მაგრამ კიდევ ძალიან ბევრია სამუშაო. მადლობა. დიდი მადლობა ჩვენი ჟიურის გოგონებს, ანდრიამ. 30-11 ანდრია თბილისი. შეგახსენებთ, რომ ის აუთსაიდერთა რიგებში იყო, ასე რომ მის გულშემატკივარს მოუწოდებ იაქტიურონ SMS-ებით და ზარებით, რომ ის კლავაც არ მოხდეს აუთსაიდერთა შორის, რომ გამოასწოროს ჟიურის შენიშვნა. იცოდით, ესე იგი, 8 ჯეოსტარელს მოусმინე და უკვე მახსენდება, რომ არსებობს საინფორმაციო ცენტრი 08 8-ზე, გაიგე? მახსენდება მაგაზე ყოველთვის, გაიგე? ყველა პასუხი რო არის ერთ ნომერზე, ნახევარფასად. იცოდი შენ? შენზეც კი აქვს ინფორმაცია, სხვათა შორის, დარეკეთ სხვა როზე გაიგეთ რამე. ეს რა მინდოდა მე თქვა? სულ მოდი მომიახლოვდი პატარა. მიმიხვდით ალბათ რა მინდოდა მე თქვა, სიშორეზე გამოსულა კაცი, ამხელა გზა გამომივლია და რეკლამა რა რუსთავი 2-ზე. ჯეოსტარი 2011 ეთერში ბრუნდება. მასასე 10 კონკურსანტი ჯეოსელისა და ლაილაის აბონენტების გადაწყვეტილებას ელოდება. ბიჭებო დასხედით. ხოჩა, კარგები ხართ. ჯეოსტარელები იბრძვიან მთავარი ტიტულისთვის, ჯეოსტარის ტიტულისათვის. ჯეოსტარი 2011-ის ტიტულს ვინც მოიპოვებს, ის იქნება გამარჯვებული.
და ვინც იქნება გამარჯვებული ორი ბიჭგუბისგან მიიღებს ბინას რუსთავი 2 კი არა ბათუმის ბულვარში რუსთავი 2-ის ბულვარში თქო მინდა და მეთქვა რუსთავი ხო გვაქვს ბაღიც ხო გვაქვს რუსთავი 2-ში და ეხლა ბულვარიც გვექნება მალე და ბინა ორ ბიჭგუბისგან ბინა ბათუმის ბულვარში ბბბ თავარი რაც უნდა ყოფილიყო ორი ჯეოსტარელი დარჩა ლელასთან თეკლა და გიორგი რომელი იქნება მათ შორის პირველი სანამ გეტყოდა რომელი იქნება მათ შორის და მინდა შეგახსენოთ რომ TBC ბანკის Prime Card საქართველოში ყველაზე გრძელვადიანი უპროცენტო პერიოდი აქვს მისი დამტკიცებიდან 3 თვის განმავლობაში ის არის 0%-იანი სასხი ასე რომ ყველას ურჩევ ვისარგებლო ნამბარათი შემდეგი კონკურსანტი ახლა გეტყვით და მართლა არის თეკლა კალმახელიძე ქართლის წარმომადგენელი 3001 დაურეკეთ და დაუმესიჯეთ თეკლას თეკლა შეასრულებს სიმღერას სახელწოდებით Is Not She Lovely წარმატებები ესე იგი თეკლა რომ მორჩება სიმღერას მე მინდა გიმღეროთ სპეციალურად ჯეოსენისთვის დაწერილი სიმღერა რომელსაც სტივი ვანდერი ასრულებდა და ამას გიმღერე I just called to say ხო გახსოვთ ეს სიმღერა ეს სპეციალურად ჯეოსენისთვის შეიქმნა მაშინ არიწოდით თეკლა ქართლი 30-1 ცოტა ხანი ვიდგები კიდე რა წავედი 30-1 Isn't she lovely? Isn't she wonderful? Isn't she precious? There's no one on me at all. I never thought through love would be making one as lovely as she. Isn't she lovely? Made from love. Isn't she pretty? It's true in the angel's best. Boy, I'm so happy. We have been heaven blessed. I can't believe we're gonna die. Through roses, give a light of one. But isn't she lovely? Made from love. Isn't she lovely? Isn't she lovely? Isn't she wonderful? Isn't she precious? Less than one minute old. I never thought the love would be making one as lovely as she. But isn't she lovely? Made from love. Isn't she lovely? Isn't she wonderful? Isn't she precious? Less than one minute old. I never thought the love would be making one as lovely as she. But isn't she lovely? Made from love. 30-1 თეკლა ქართლი სოფო მოგისმენთ
იყო განსხვავებული ვერსია, რისთვისაც დიდი მადლობა ბენდს, ძალიან დიდი მადლობა back vocals, არაჩვეულებრივი შესრულებისთვის, მაგრამ თეკლა იყო ძალიან ბევრი არამყარი ბგერები. ეს რო იყოს პირველი ტური, მაშინ გეპატიება, მაგრამ უკვე არ არის ეგრე. მიაქციამ ყველაფერს ყურადღება, იმიტომ რომ თან ფრაზები არაზროს არ უნდა მიატოვო. ყოველთვის ბოლომდე დაიხარჯე. არ იყო ეს ბოლომდე დახარჯული და ეს იყო ზედაპირული სიმღერა. ყველაფერი გააკეთე იმისთვის, რომ გულით იმღერო და სუფთად. დიდი მადლობა სოფო. გიგი. მეც გამეორდები და ვიტყვი, რომ ბენდს ზვიაც ძალიან მომეწონა ის პირველი ნაწილი და ძალიან მოუხდა და ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, სოფოს შენიშვნები, რა თქმა უნდა, განსთვალისწინებელია და უბრალოდ მე ვიტყოდი, რომ მთლიანობაში გარეგნულ მხარეს თუ შევხედავთ, მთლიანობაში იყო ძალიან კარგი. უბრალოდ იქ შინაგანი რაღაცებს თუ დაახმარებ, მთლიანობაში გამოვა უკეთესი ბევრად. ანუ ხვდები, რასაც გეუბნები. მე გარეგნულ მხარეზე ვერ შეგეკამათებით ბატონო გიგი. როგორ დუტავ? გარეგნულ მხარეზე ვერ შეგეკამათებით და რა ვქნა ეხა? მე გარეგნულ მხარეზე და კიდე სხვა გარეგნულ მხარეზე ვამბობ, რომელიც სცენაზე ასე შემდეგ. ასე რომ თუ გაიგეთ, მე მგონი ქალბატონ მარინას უნდა რო თქვას. მე უბრალოდ რჩევას გაძლევ. ძალიან ლამაზი გოგო ხარ და არასოდეს არ იმღერო გაპრანჭულად. მით უმეტეს ვანდერი. ძალიან არ უხდება ვანდერს აი პრანჭვა. არ შეიძლება. იმდენად საინტერესო მუსიკაა, იმდენად საინტერესო სიმღერაა, რომ ცოტა სხვა რაღაცეებზე უნდა იფიქრო. ისედაც ძალიან ლამაზი ხარ. თუ კაია. დაურეკეთ და დაუმესიჯეთ. სად არიან ჩვენი გულშემატკივრები? თეკლა კალმახელიძე 30:01. გთხოვ. ესე იგი, მინდა შეგახსენოთ პატრიცემულო საზოგადოებამ ერთი სიმღერა. შენ იცი ეგ ტექსტი? აი სტივ ვანდერი რომ მღეროდა სპეციალურად ჯეოსელისთვის. I just call to say I love you. ხო იცი ეგ სიმღერა? ეგ ჯეოსელისთვის დაწერა მაშინ. დასლაბარაკო, რა დრო იყო? მე და სტივი რო. ესე იგი, ჯეოსელ სიმღერებს უძღვნიდით ხოლმე. კახეთიდან სხვათა შორის არა? ლელა. არ მახსოვს თამე. რასაბა გიორგის ახსოვს. სანამ გიორგის გამოუშვებდა შენსკენ მე მინდა მაყურებელს მოუწოდო რომ გააქტიურდნენ ძალიან ცოტა დრო რჩება ხმის მიცემის დასრულებამდე გიორგი შეასრულებს სიმღერას For Your Love 30:02 დაურეკეთ და დაუმესჯეთ გიორგის I just called იგივეა ეგა ბაჭასე კახეთის წარმომადგენელი მოემართება ჩვენსკენ გიორგი 30:02 კახეთი სადახალხო შემატკივარი ნახე როგორი შენი თავი აქ იმას საინტერესო რამე მოუგონიათ იქ ეგ ამბობე რომ შენ ხარ ვითომ გაიგე წერილი ვარ რაღაც თვა რაღაც ამბობი ხო პრინციპში კარიკატურაში წავა ეხა 30 მომიტრიალე ჯობია 30:02 გიორგი კახეთი აბა რა როგორ არის I just call to for you I just call სხვა სიმღერა არის ჯეოსელის დაწერა მაშინ და Just
to see the smile of your face. For your love, I will do anywhere. Just you tell me and I'll be right there. And I will shine like a story in the sky. It's nothing to behold. I promise you and hear the light. It's came up through your eyes, your heaviness. For your life, I will do everything just to see the smile of your face. For your life, I will do everything just to tell me and I'll be right there. I have never found the ease, love and the tenderness that you give to me. I always have a feeling inside. It's a wonderful I can fly. I glow, I glow, I do. For your love, just to see the smile of your face. For your love, I will go anywhere. Just you tell me and I'll be right there. კახეთი 30 ნული. ვაუ. ანუ ორი. ეს ჩემი DJ გოგა რო ამბობდა ხოლმე. ვაუ, ვაუ, აი ეს არის ახლა, ვაუ, ორიანი. 30 ნული 2. ნიკო. მე მგონი გიორგის მიკროფონმაც უშველა, იმიტომ რომ აქამდე დადიოდა ხოლმე ცოტა დაკარგული ბავშვით. ეხლა იდგა, ბოლომდე გრძნობდა, რასაც მღეროდა. გავაჩერეთ, მუხრუჭი იყო ეს. გამოიხედა, მე ძალიან მომეწონა ვიგრძენი, რასაც მღეროდა. მე მგონია ყველაზე კარგად შეასრულა გიორგიმ დღეს, რასაც აქამდე, ანუ ყველაზე კაი ტური ქონდა ეხლა. კარგი ტური ქონდა კი აშკარად გეთანხმები. კაი იყო. გაბატონი მარინას დაგვეთანხმება? მე უბრალოდ რას ფიქრობ, იცი, სულ მეგონა რომ ისეთი მხიარული ჟანრის მომღერალი იყო. თურმე ამას დომებია, რაღაცა სხვა, რაღაცა გულიდან ამოსული და მე ისეთ შექმნა მაგრამ დღეს მეოთხე ტურზე გიორგი გაიხსნა. მე გისურვებ რომ ესე წინ და წინ წახვიდე. ყოჩახ. 30-2 კახეთი, გიორგი. ეს მეც რომ მქონდეს ხოლმე და აღარ ვიცეთო აქეთიკით რო აღარ ვიარო, არ შეიძლება ორი რომ მქონდეს აქეთიკიდან. ეს და ესე ვიდგები ხოლმე, მოიცა? ესე ვიდგები. ნახე, რა კარგად ვიდგები. და ეს გამოვახობე და დავდგები ესე C-ტივით, აბსოლუტური და წავიყო ხოლმე კლასიკურად Geostars. მაშასე თქვენ წინაშე წარდგა კახეთის მკვიდრი სოფელ შაშიანის წარმომადგენელი. ავიორგებს ხო ესე? ერთიდან მინდა რომ შეგახსენოთ. 10-ვე მოვისმინეთ. მე მინდა ბეკ ვოკალისტებს ძალიან დიდი მადლობა გადაუხადოთ. ყველამ. გიორგი ცხარიაშვილს, თიკა მახალდიას, ნინი ციკლაუს და მირზა მოდებაძეს, დონ მირზინიოს. ხო გითხარი? დიდი მადლობა ხალხო. რამდენიმე წუთში გაირკვევა 3 აუთსაიდერის ვინაობა და ამ 3-დან მერე უკვე 1 დატოვებს კონკურსს და წავა სახლში და ორშაბათობით აი მეორე რიგში დანარჩენ აუთსაიდერებთან ერთად მოხდება. სტივი ვანდერის ტური, ვიდეო კოლაჟი, მოკლე ვერსიები, ნახოთ რა მოვისმინეთ დღეს, ვინ იყო კარგი, ძალიან ცოტა დრო გაქვს. საზოგადოებას მივმართავ. გამოიყენეთ
გაიხსენეთ ვინ იყო კარგი და შესაბამისად და ეს საუკეთესო მოხდეს შემდეგ ტურში. საუკეთესო 9 ვიდეო. და მე მგონი დროა პატივცემულო საზოგადოებამ ლელას მოხმო სცენაზე ლელა მემურიშვილი და ათივე ჯეოსტარელი თეკლა ქართლი 30-01 გიორგი კახეთი 30-02 ხატია თბილისი 30-04 მარიდა იმერეთი 30-05 მარი თბილისი 30-06 ნიკო აჭარა 30-07 30-08 დათო თბილისი თიანეთი 30-09 ლევანი ანდრია 30-11 თბილისი აჭარა მორისი 30-12 კიდევ ერთხელ მინდა მელანჟის გადაუხადო დიდი მადლობა. ისინი არაჩვეულებრივად გამოიყურებიან ჩვენი კონკურსანტები, რაღაც აქეთკენ სულ ბიჭები დარჩნენ, ხო? აქეთ გოგონები და ერთი ბიჭი. რა ხდება?
მასასე 43-ს გაძლევთ იმისთვის, რომ საბოლოო აპლოდისმენტები ერთ-ერთ მათგანს ავაკუხეთ დარბაზი. ისინი იმსახურებენ ერთი კვირა სწორედ იმისათვის იღწოდნენ, შრომობდნენ, რომ დღეს თქვენ წინაშე წარსდგარიდნენ და შესაბამისად მე ვთვლი, რომ ღირსები არიან ხმაურიანი აპლოდისმენტების და ერთ-ერთი მათგანი ამ აპლოდისმენტებს ამ კონკურსში უკანასკნელად მოისმენს. ათი 9 8 7 6 5 4 3 2 1 და ხმის მიწევა შეწყდა. ხო, საშინელი შეგრძნებაა მესმის. დაველოდოთ ჯეოსელისა და ლაილაის აბონენტების განაჩენს. ის ვინც სახში წავა და დატოვებს ჯეოსტარს მობიფეისგან მიიღებს აი ამ 500 ლარიან მობიჩეკს. უკვე 500 ლარია, ხო? და შესაბამისად 500 ლარი დაირიცხება მის ელექტრონულ საფულეზე. მობიფეი გადახდის ყველაზე ახალი მოხერხებული და მოქნილი სისტემა. თქვენ შეგიძლიათ დაფაროთ კომუნალური გადასახადები, მეგობარს გადაურიცხოთ თანხა, შეავსოთ ჯეოსელის და ლაილაის სასაუბრო დრო. მოიაროთ სავაჭრო ობიექტები. ეს ყველაფერი ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან მხოლოდ და მხოლოდ მობილური ტელეფონით შეგიძლიათ გააკეთოთ. ეგ ვიცი, ეგ საინტერესო ამბავია. არქიმედეს გლობალ ჯორჯია კი რა თქმა უნდა იმ ადამიანს ვინც დღეს დაგვტოვებს თავის მრავალრიცხოვან ჯარს შეუერთებს კიდევ ერთ ადამიანს, რომელიც იქნება არქიმედეს გლობალ ჯორჯიაში დაზღვეული, ჭამრთელობის დაზღვევის პოლის მიიღებს ეს ადამიანი. 2007 წლიდან ეს კომპანია მხოლოდ და მხოლოდ ჭამრთელობის დაზღვევაზეა ორიენტირებული. და კიდევ ერთი პრიზი. საინფორმაციო ცენტრი 08. დავაზობთ აი ამ iPod-ს, ძალიან კომპაქტურს, პატარას. 08-ში უბრალოდ ამ ნომერზე ყოველთვის ახალი ინფორმაციაა და ყოველთვის დაზუსტებული და ნახევარ ფასად. მაშასე მე მგონი დროა რა ხდება, დავითვალეთ. ცოტა ხანში გვეცოდინება შედეგები, რამდენი ხმა შემოვიდა, რამდენად იაქტიურეთ და რა განაჩენი გამოიტანეთ. $47,002 ხმა. 47,002 ხმა შემოვიდა სულ. სამი აუტსაიდერია. მაშასე ლელა მოდი წინ შენთან გამოუშვებ ადამიანებს ვისაც ხელს წავკრავ უკნიდან ჩამოვივლი ის გადავა ლელასთან წინ იყურეთ სამი თბილისის წარმომადგენელი ანდრია დათო ხატია. დათო და ანდრია უკვე მეორედ არიან აუტსაიდერებში, მაგრამ ამ შემთხვევაში დაგაბრუნებ უკან. ჯეოსელისა და ლაილაის აბონენტების გადაწყვეტილებით, ჩვენი გულშემატკივრის გადაწყვეტილებით
ჯეოსტარს ემშვიდობება ხატია. მოგიქეის 500 ლარიანი მოგიჩეთ ხატიას. აი მოდი მოლვისგან არქიმედეს გლობალ ჯორჯიასაგან დაზღვევა გემშვიდობებით. გავაცილოთ ხატია. შედეგები ეკრანზე, ვნახოთ ვინ იყო ლიდერი. გიო 11.9%, მორისი 11.4%, მარი 11%, ლევანი 10.7%, მარიტა 10.3%, 10.1 თეკლა, 8.7%, 9.7 ბოდიში, 9.7 8.8 დათო, 8.7 ანდრია და 7.4% მიიღო ხატია. ყოჩახ, ძალიან მაგარი ბრძოლა ყოფილა. საკმაოდ აქტიური. ამ წუთიდან ხმის მიცემა განახლებულია 9 ჯეოსტარელი თქვენს მობილურ მხარდაჭერას ელოდება მთელი კვირის განმავლობაში. გახსენებთ, რომ მთელი კვირის მანძილზე შეგიძლიათ რომ დაურეკოთ და დაუმესიჯოთ თქვენს რჩეულს, რომ მხოლოდ კონცერტის მსვლელობის დროს არ მოგიწიოთ აქტიურობა. შუა კვირაში შეგიძლიათ ეს გააკეთოთ, მაგალითად აი მედალელა რო ჯეოსტარის ამბავში, ესე იგი გემშვიდობებით ორშაბათამდე, ხო? ჯეოსტარი 2011 ზუსტად ერთ კვირაში ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შეგხვდებათ. რა თქმა უნდა და მე კი 4 შაბათს გნახავთ ძალიან მაგარი შოუ აქვს ერთი როტრიალებს, ხო იცი? დროებით.